მოგესალმებით. დღეს იქნება გაგრძელება ჩვენი წინა ვიდეოებისა, სადაც გავაკეთებთ walk-ის და run-ის ანიმაცია, რომ საბოლოო ჯამში შევქმნათ სრული ქარაქტერი ყველა ანიმაციით, რომელიც, ჯერჯერობით ეთექის ანიმაციაზე ვართ. რაც გვაქვს ახლა პროექტში არის walk-ის ანიმაცია, გვაქვს შემდეგ shift-ის დაწვრის შემთხვევაში sprint-ის ანიმაცია და ასევე შეუძლია jump-ის ანიმაციის განხორციელება. კარგი, პირველ რიგში, მოდი animation player-ი შევამოწმოთ იმისათვის, რომ ნახოთ, ნამდვილად გვაქვს თუ არა ეს ეთექის და defend-ის, ჯერჯერობით ეთექის ანიმაციები იყოს, მოდი. კარგი, რო შევამოწმოთ, ესე იგი, გვაქვს ეთექის ანიმაცია, რაღაცა ასეთი, ეს არის ეთექ 2, გვაქვს ეთექ 1, გვაქვს ასევე ეთექ 3, ასე გამოიყურება საბოლოო ჯამში ყველა. ანუ ესენი უკვე წინა ვიდეოში გვაქვს გაკეთებული, ასე რომ ამაზე დროს აღარ დავხარჯავ, თუ როგორ უნდა გააკეთო, შეგიძლიათ წინა ვიდეო ნახოთ. კარგი, მოდი project setting-ებით შევამოწმოთ და input map-ი, რომ ყველა ანიმაციასთვის რაღაც გარკვეული input-ი გვაქვს ეთექ 1-ისთვის, ეთექ 2-ისთვის. მოდი კიდევ ერთი დავამატოთ, რომელიც იქნება ეთექ 3 და ამ შემთხვევაში რა ვიცი, ნებისმიერ შეიძლება მოდი T ღილაკი იყოს და ამით დავასრულებ აქ. კარგი, მოდი გადავიდეთ script-ზე და script-ზე ჯერ შევიმუშაოთ, როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. ყველაზე დიდი პრობლემა და მთავარი ამოსავალი წერტილი, რაც უნდა გადაიჭრას, არის ის, რომ ერთმა ანიმაციამ მეორე ანიმაციას არ უნდა შეუშალოს ხელი. თუ მაგალითად ეგეთი რაღაც რო გავაკეთოთ აქ, შეიძლება რაღაცნაირად ლოგიკურად ვფიქრობდეთ, რომ მაგალითად input is action just pressed რო იყოს მაგალითად ეთექ 1. და ამ შემთხვევაში მინდა რომ როგორც სხვაგან ვაკეთებთ მაგალითად animation player.play იყოს ეს ეთექ 1-ის ანიმაცია და მოდი დავტესტოთ და რა მოხდება საბოლოო ჯამში. ნახეთ, თუ დააკვირდებით რაღაცნაირად ბაგივით არის, ხო? ნახეთ, ერთი ანიმაცია მეორეს გადააწერს. იმიტომ რომ double ank რო გვიწერია ჩვენ რომ current state-ი გვაქვსო, მაგალითად walk-ი ან idle-ი, აუცილებლად გვინდა რომ ეს idle-ი იყოს და ეს idle-ი რო შევამოწმოთ რა დროს არის მაშინ როდესაც ნახეთ, თუ მიწაზე არის current state უნდა იყოს jump-ი, თუ რაღაცა გარკვეული direction-ი აქვს, ანუ ნოლის ტოლი არ არის, მაგ შემთხვევაში run-ის ან walk-ის ანიმაცია უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში idle-ის ანიმაცია და ეს ყველაფერი ფაქტობრივად ამას ძალიან მარტივად გადააწერენ. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება რომ იგივე state-ების სისტემით, რეალურად ერთ და იგივე პრინციპი არის, არ აქვს მნიშვნელობა state-ს გამოვიყენებ თუ არა, საბოლოო ჯამში ერთმა ანიმაციამ მეორე არ უნდა დაბლოკოს. State-ების სისტემას იმის გამო ვიყენებთ, რომ if-else-ები არ გამოვიყენოთ ძალიან უაზროდ. ეს რო გამოგვიყენებინა, ახლა გვექნებოდა ასეთი if-else-ი, რა ვიცი, ალბათ 50. კარგი, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის, რომ ეთექის state-ი დავამატოთ. კარგი, ამისათვის ახლა ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე ცვლადი. რადგანაც ეთექზე არის შემიძლია ამ ცვლადს დავარქვა is attacking და რომელიც იქნება boolean-ი, true or false-ი boolean-ს, ხო? თავიდან უნდა იყოს false-ი. და ასევე რადგანაც რამდენიმე ანიმაცია გვაქვს, შეგვიძლია რომ current state-ის ეთექ animation-ის ის შემოვიღოთ, რა ქვია, ცვლადი შემოვიღოთ, რომელიც ჯერჯერობით სარიელი იქნება, ხო? და ამას მივანიჭებთ ან მერე ეთექ 1-ის, ეთექ 2-ს, ან ეთექ 3-ის რა ქვია, მნიშვნელობას და მაგის მიხედვით გადავწყვით რაღაცეებზე. კარგი, პირველი რაც უნდა შევცვალოთ, რაც ყველაზე მეტად ხელს გვიშლის, ეხლა რადგანაც ეს hack and slash-ი არ არის, ანუ ძალიან სწრაფად მოძრავი ქარაქტერი არ არის, ამის ეთექის ანიმაცია რომ ნახოთ მართლა ხო, ნახეთ, საკმაოდ ნელა იქნებს ხო ამას. ეხლა ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ მოქნევის დროს მაგალითად ჭირდება რომ ერთ კონკრეტულ ადგილზე იყოს ეს ჩვენი ქარაქტერი, ხო? ასე რომ ამას რაღაცა უნდა მოუხერხოთ. მაგას რა უნდა მოუხერხოთ? ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ შემოვიღოთ if statement-ი, სადაც გვექნება ეგეთი რაღაცა if is attacking. ანუ თუ ეთექი ხდება, მაგ შემთხვევაში velocity x-ი მინდა რომ 0-ის ტოლი იყოს. ანუ თუ მაგ შემთხვევაში გადაადგილება არ შემიძლია, ძალიან მარტივად რო ვთქვა. სხვა შემთხვევაში ეს შემიძლია გავაკეთო. და ამით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოგვარდება, ხო? ნახეთ, ახლა ამ შემთხვევაში გადაადგილება შემიძლია, ხო, მაგალითად. მაგრამ ეს რო იყოს true,
აი, მაგ შემთხვევაში გადაადგილება არ შემიძლია. ეს უკვე კარგის ნიშანია. ერთი რაღაცა დადებითი გავაკეთეთ. ამას ისე false-ზე დადებითი რა წინსვლა გვაქვს. ამას ისე დავაბრუნდეთ ახლა false-ზე და გადავალ შემდეგ ნაწილზე. კარგი. ეხლა ჩვენ ხელით კი არ უნდა გადავცვალოთ ეს true and false, კოდით უნდა გავაკეთოთ, ხო? ასე რომ ამისათვის გვჭირდება რომ რაღაც გარკვეული ფუნქცია შემოვიღოთ. მოდი ეს რაღაც გარკვეული ფუნქცია აი დაახლოებით აი ამ ადგილზე უნდა იყოს. აი ამ ადგილზე უნდა იყოს ეს რაღაც ფუნქცია, მაგრამ მოდი ეს ფუნქციის დეფინიცია გავაკეთოთ ახლა აქ. ეს ფუნქცია იყოს, მოდი check attack input. attack input-ი შევამოწმოთ. სამი ცალი უნდა გქონდეს, ხო? პირველ რიგში higher-ში არ უნდა შემეძლოს. higher-ში არ უნდა შემეძლოს მოქნება. და მოდი ეგეთ რაღაც დავწეროთ. ანუ თუ მიწაზე არ არის return-ი გააკეთეს, return-ი რა შვება? return-ი ძალიან გამოსადეგი რაღაც არის და ძალიან ხშირად გამოიყენებთ ზოგადად კოდირების დროს. return-ი შვება ეგეთ რაღაცას. როდესაც ეს ფუნქცია გაეშვება, თუ მიწაზეა, თუ რაღაცა კონდიცია არის სიმართლე, return-ი გააკეთე, ანუ ამის დაბლა რაც არის, ის კოდი აღარ გაეშვება. აქ ახლა რაც არ უნდა დავწერო აი ამ ადგილზე. აი ამ ადგილზე რაც არ უნდა დავწერო, თუ ეს კონდიცია მივიღეთ, ანუ is on the floor არ არის, ანუ თუ higher-შია, მაგ შემთხვევაში ეს კოდი არ გაეშვება. ეს კოდი რა იქნება? იქნება attack-ის input-ების კოდი. მოდი გადავიდეთ შემდეგზე, ეს იქნება if input is action just pressed attack 1. და შემიძლია ჩავწერო აქ რომ is attacking dries truth current state უდრის state.attack და კიდე რა animation player-ი რა თქმა უნდა animation player.play attack 1. მოდი ახლა ეს ფუნქცია გამოვიძახოთ აი ზუსტად აი ამ ადგილზე და შევამოწმოთ რა მოხდება, აბა attack 1 არის ეს შემოიქნია საბოლოო ჯამში, თუმცა ერთ ადგილზე გაიჭედა, ამის მერე აღარაფერი აღარ ხდება საერთოდ. ეხლა რა მოხდა მათ? ჩვენ ეს კი მოიქნიეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ გვაქვს handle animation-ის ფუნქცია, ხო? და ასევე update state-ის ფუნქცია. ასე რომ ეს update state-ში და handle animation-ში უნდა შევამოწმოთ რამე ისეთი ხო არა გვაქვს, რაც ხელს გვიშლის. კონკრეტულად update stage-ში მხოლოდ ეს მაქვს. აქ არაფერი ინფორმაცია არ მაქვს ამ ჩვენს attacking ანიმაციაზე, ხო? ასე რომ, მოდი კიდევ ერთი if statement ჩავამატოთ აქ. If is attacking, აქ შემთხვევაში რა მინდა გავაკეთო? Current state-ი მინდა რომ იყოს attack-ის ტოლი. ეხლა აქ ეს ერთად უნდა გავაერთიანოთ, ხო და წინაზე როგორც გავაკეთეთ, აქ elif-ი უნდა ჩავწეროთ, ხო? პირველი ეს გავაკეთეთ. Handle animation-ში, აღარ გჭირდება ეს რეალურად, იმიტომ რომ აგეთ თუ გინდა, რა ვიცი, მე აი ამის გარეშეც იმოქმედებს, იმიტომ რომ აი აქ უკვე გვიწერია, რომ აი ეს უნდა გააკეთოს და მაინც აზრი არ აქვს საბოლოო ჯამში. ნახეთ, მოიქნია ამან, თუმცა გაჩერდა. რატო გაჩერდა? იმიტომ გაჩერდა, რომ ჩვენ კი ეს მოიქნიეთ და ეს is attacking true story იყო, მაგრამ ეს false-ი აღარასოდეს არ ხდება. ეხლა როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ? ამის ბევრი გზა არის, მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი არის, რომ სიგნალი გამოვიყენოთ. სიგნალი რა არის? სიგნალი არის ფუნქცია. აი, ყველა, მაგალითად animation player-ს აქ აქვს signals რო აწერია. აქვს ჩამონათვალი რაღაც გარკვეული ფუნქციებისა. ამათი, მაგალითად animation finished არის ერთ-ერთი ასეთი სიგნალი. ამას შეუძლია ეგეთ რაღაც გაკეთება. ეს ფუნქცია შეიძლება გამოძახებული იქნას კოდოდის მიერ, მაშინ როდესაც რაღაც გარკვეული კონდიცია იქნება სიმართლე. ეს კონდიცია რა უნდა იყოს? ანიმაცია თუ დამთავრდა, რაღაც კონკრეტული ანიმაცია თუ დამთავრდა, ამ შემთხვევაში შემიძლია რაღაც ფუნქცია გამოვიძახო, ამ ფუნქციაში რის ჩაწერა დამჭირდება? რის ჩაწერა დამჭირდება და აი ეს ჩვენი attack is attacking რო false გახდეს ისე. აქო true იყო. True გახდა. მერე false მინდა რომ გახდეს. კარგი. Animation player-ი მოვნიშნოთ, animation finished ორჯერ დავაწვეთ, player-ი მოვნიშნოთ, connects დავაჭიროთ და აი დაბლა გამომიტანა ეგეთი რაღაც. ეხლა აქ ნახეთ, აქ გვაქვს არგუმენტი anim name. Anim name-ი არის აი აქ ამებს ადარებს, აი აქ ჩამონათვალი რო გვაქვს, აქედან ადარებს რომელიმეს. მოდი ჩავწეროთ ეგეთი რაღაცა. If anim name უდრის
ეთეკ პატარა ეთეკი მქონდა. ეთეკ 1-ს. მაგ შემთხვევაში რის გაკეთება მინდა? მაგ შემთხვევაში მინდა რომ is attacking უდრიდეს false. მოდი აბა შევამოწმოთ. მოვიქნიე, გადავიდა ისევ იმაზე, შემიძლია მოძრაობა. მოვიქნიე, გადავიდა ისევ. კაი, ეს ყველაფერი გავაკეთეთ. თუმცა მაინც ერთი პრობლემა გვაქვს. კონკრეტულად, მარტო ეთეკ 1 გვაქვს და დანარჩენები არ ფუნქციონირებს მარტივად რო ვთქვათ. კაი ბატონო. ეხლა შემიძლია რომ ეხლა რადგანაც ეს უნდა გავაკეთო და თან ეხლა ნახე ყველაზე დამჭირდება ეგეთ რაც გაკეთება. ყველაზე დამჭირდება ამის გაკეთება. ამის გაკეთება დამჭირდება ყველაზე და აქ უბრალოდ ეთეკ 1-ის მაგივრად ეთეკ 2 იქნება. ასე რომ შემიძლია ეგეთი რაღაცა გავაკეთო. შემიძლია შევქმნათ ცალკე ფუნქცია, რომელიც დამეხმარება, მოდი start ეთეკს დავარქმევ. დამეხმარება ამ ყველაფრის მოგვარებაში. მოდი ამ ცალკე ფუნქციას ექნება ასეთი არგუმენტი, რომელსაც არის anim name ერქმევა და ესეც string-ი იქნება, ხო? და აი ამ ყველაფერს მე გადავიტან აი აქ. ამ ყველაფერს გადავიტან აქ და მე აი ამ ფუნქციას გამოვიძახებ აი ამ ადგილზე. ეხლა ნახეთ, აი ამის მაგივრად იქნება აი ეს არგუმენტი რომ აქვს აქ. და გამოძახების დროს anim name-ის მაგივრად იქნება აი ეს. აქაც იგივე პრინციპი იქნება. გამოძახების დროს მექნება აი ეს. აი მესამე რო დამჭირდება ძალიან მარტივად შემიძლია 3-ზე გადავაკეთო, შემიძლია 3-ზე გადავაკეთო. მოდი ხა ეს დავტესტო და ერთი რაღაცა პრობლემა გვექნება აქ. ნახე, 1-ზე მუშაობს შეულებრივად, მაგრამ აი მეორეზე რომ მოვიქნევ, აი აღარ მუშაობს. რატო არ მუშაობს? იმიტომ არ მუშაობს, რომ მე რო აქ გავაკეთე აი ეს კონკრეტული, მხოლოდ და მხოლოდ გავაკეთე აი ამაზე. აი მაგის გამოსწორება ძალიან მარტივად შემიძლია match ფუნქციით არა, მეთოდით. if else statement-ები რო ვწერო ყველა ჯერზე და end-ები რო არ დავუწერო და რაღაცეები, ძალიან მარტივად შემიძლია ეგეთი რაღაცა გავაკეთო. დავწეროთ match. აქ დამჭირდება რომ რას ვადარებთ ამ ანიმაციის სახელს, ხო? ამ შემთხვევაში უნდა შევადაროთ, ხო, ეხლა პირველი кейსი რა გვაქვს? პირველი кейსი არის რომ, რეალურად ერთი кейსი გვაქვს და ამ кейსში 3 რაღაცა ერთიანდება. ეს არის ეთეკ 1, ეს არის ეთეკ 2, ეს არის ეთეკ 3. და აი ეს გამოვა საბოლოო ჯამში. კარგი, შემოიქნია, ჩვეულებრივად გააგრძელა, შემოიქნია, კიდე გააგრძელა, ტესტს დავაჭირეთ, ჩვეულებრივად გააგრძელა. მე მგონი სულ ეს არის. ყველა ფუნქცია აბსოლუტურად მუშაობს. მოდი შევხედავ კიდევ რა შეიძლება ჩავამატოთ აქ რამე ისეთი რამაც შეიძლება პრობლემა არ შეგვიქმნას და ასე შემდეგ. კაი ბატონო, ეს current attack animation-ი მე მგონი აღარც გამოგვიყენებია, ხო? აღარც გამოგვიყენებია და ეს დაგჭირდება უკვე defend-ის და სხვა ანიმაციების დროს. შეიძლება დაგჭირდეს, არ ვიცი. ეს რატო შემოვიღე თავიდან, არ ვიცი. კარგი, სულ ეს არის. მივიღეთ საკმაოდ მარტივი ქარაქტერი, რომელსაც შეუძლია რაღაც გარკვეული ანიმაციების გაკეთება. არ შეუძლია მოქნევის დროს გადაადგილება, არ შეუძლია მოქნევის დროს direction-ის ცვლილება. იმედი მაქვს მოგეწონათ და გაიგეთ. თუ რამე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ დამეკომენტაროთ და გიპასუხებთ რაც შეიძლება სწრაფად. შემდეგ ნაწილში უკვე როგორც გითხარით, იქნება defend-ის და death ანიმაციები. შეეცადოთ რომ დამოკიდებულად გააკეთოთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად იგივე ვარიანტი არის უბრალოდ ოდნავ რამდენიმე ხაზი უნდა ჩაწეროთ. წარმატებები, გისურვებთ სასიამოვნო დღეს.